საქართველოს ეროვნული ბანკი საუკუნოვანი ისტორიის ცენტრალური ბანკია, რომლის დაარსების საკითხით დღის წესრიგში ჯერ კიდევ 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დაბადებისთანავე დადგა. ზუსტად 2 დღეში დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 1920 წელს ცენტრალური ბანკი საქმიანობა შეუდგა და მისი მმართველი იასონ ლორთქიფანიძე გახდა. მე ვიტყოდი დიდი იასონ ლორთქიფანიძე. იასონ ლორთქიფანიძეს განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბებაში, რასაც დამოუკიდებლობის წლებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. ხაზგასასმელია მისი ღვაწლი სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში. მათ შორის იყო ქართული უნივერსიტეტის დამაარსებელი, ის ერთ-ერთი კომისიის წევრი გახდა და ამ კომისიის საფინანსო ნაწილის ხელმძღვანელიც იყო. ის სათავეში ედგა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. იყო საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა შორის ერთ-ერთი. შეიძლება ბევრმა თქვენთაგანმა არც კი იცის ის, რომ სწორედ იასონ ლორთქიფანიძის თაოსნობით მოიძიეს განჯაში ნიკოლოზ ბარათაშვილის საფლავის ადგილსამყოფელი და მისი ნეშტი სწორედ იასონ ლორთქიფანიძის ძალისხმევით დაუბრუნდა სამშობლოს. ის ცნობილი ქართველი მწერლის ნიკო ლორთქიფანიძის უფროსი ძმა. ასე რომ თამამად შეიძლება ითქვას, იასონ ლორთქიფანიძე დამოუკიდებლობის ერთ-ერთი თვალსაჩინო გმირია. მას უდიდესი ღვაწლი აქვს საქართველოს საფინანსო სექტორის განვითარებასა და თანამედროვე საქართველოს ჩამოყალიბებაში. ეს ისტორია გრძელდება. ამ 106 წლის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა. მათ შორის აღსანიშნავია, რომ დღეს ქალბატონი ნათია თურნავა პირველი ქალი მმართველი გახდა საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიაში. მე ვსარგებლობ შემთხვევით დღეს 8 მარტია, მას როგორც შესანიშნავ ქალბატონს ულოცავ ამ დღეს და ვუსურვებ კიდევ მეტ და კიდევ მნიშვნელოვან წარმატებებს. სწორედ ამ პერიოდში ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა იასონ ლორთქიფანიძის სახელის უკვდავსაყოფად არაერთი ინიციატივა განახორციელა. სულ ახლახან ბანკს იასონ ლორთქიფანიძის უნიკალური საოჯახო არქივი გადაეცა, რომელიც სამუზეუმო სტანდარტების დაცვით დამუშავდება, უბრალოდ დამუშავდა და უკვე შენახულია, მე სხვათა შორის გამოცემაც ვნახე და შაბათ-კვირის დილის მაყურებელი უკვე ექსკლუზიურად იხილავს ამ მნიშვნელოვან დოკუმენტებს. მოდით ერთად ვნახოთ ეს ძალიან საინტერესო სიუჟეტი. საქართველოს საბანკო კულტურის ჩამოყალიბებასა და ქვეყნის ფინანსური სისტემის ფორმირებაში ეროვნული ბანკის როლი განუზომელია. ეს იყო დამოუკიდებელი სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი საყრდენი. სწორედ ამ ფუნდამენტის შექმნაში უდიდესი წვლილი მიუძღვის იასონ ლორთქიფანიძეს. საზოგადო მოღვაწეს, პოლიტიკოს, იურისტს, ფინანსისტს და რაც მთავარია, საქართველოს ეროვნული ბანკის პირველ მმართველს, რომლის სახელიც დღესაც ასოცირდება სამშობლოს სამსახურში თავდადებასთან. ლორთქიფანიძე იმ თაობის წარმომადგენელი იყო, ვინც არამხოლოდ საქართველოს დამოუკიდებლობის იდეას ემსახურებოდა, არამედ მის ეკონომიკურ ხერხემალსაც ამაგრებდა. იგი იყო ამიერკავკასიის ბანკის ხელმძღვანელი, ეროვნული საბჭოს წევრი და საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი. 1920 წელს კი დამფუძნებელმა კრებამ სწორედ მასანდო ეროვნული ბანკის მართვა, რათა ახალი სახელმწიფოს ფინანსური სისტემა მტკიცედ გაემყარებინა. ეროვნული ბანკი ეტაპობრივად ცდილობდა საზოგადოებისთვის ცნობილი გაეხადა იასონის ღვაწლის შესახებ. 2022 წელს მოხდა იასონ ლორთქიფანიძის ხელნაწერი შრიფტის გაცოცხლება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საქმე იყო, ისტორიული საქმე, ხოლო 2024 წელს კიდევ უფრო მეტად მნიშვნელოვანი საქმეები შესრულდა ეროვნული ბანკის მიერ თბილისში, ისტორიულ შენობაში, სადაც 1919-1921 წლებში ედობინა საქართველოს სახელმწიფო ბანკს, სადაც მუშაობდა საქართველოს გაძლიერებისთვის იასონ ლორთქიფანიძე. იმ შენობას ამშვენებს ბარელიეფი წარწერით, რომ აქ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი იასონ ლორთქიფანიძე, ხოლო მალევე ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩას თბილისის საკრებულოს მიერ მიენიჭა იასონ ლორთქიფანიძის სახელობის ქუჩა, იქვე მდებარეობს მისი სახელობის სკვერი. დიდი ისტორიული კავშირი შეიმჩნევა საქართველოს სახელმწიფოს პირველი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის სახელობის ქუჩაზე მდებარეობს დღევანდელი ესე თქვა საქართველოს სიმდიდრის აღსაქმელი შენობა ეროვნული ბანკის საკასო ცენტრი.
უნიკალური საოჯახო არქივი საქართველოს ეროვნულ ბანკს იასონ ლორთქიფანიძის შვილთაშვილმა თამარ ლორთქიფანიძემ გადასცა. ის ღირებული დოკუმენტები, რომლებიც საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველ წლებში მიღებულ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებსა და ქვეყნის ფინანსური სისტემის განვითარების გზას ასახავს. ეს ისტორიული საგანძური ამიერიდან ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმში იქნება დაცული და ფართო საზოგადოებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდება. ქართული ფულის სიმდიდრესთან ერთად წარმოდგენილია ასევე ჩვენთვის მნიშვნელოვანი საქართველოს სახელმწიფო ბანკის არქივის მნიშვნელოვანი ფურცლები, რომელიც გადმოგვეცა იასონ ლორთქიფანიძის თანამამრავლების მიერ და სწორედ აი ამ სიმდიდრეს გავეცნოთ, ამ ისტორიის ფურცლებს შევეხოთ და აღვიქვათ, როგორ მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ბანკი და იასონ ლორთქიფანიძე როგორ იღვწოდა ქვეყნის ეკონომიკისა და ფინანსების გაძლიერებისთვის. აქ წარმოდგენილია მრავალი სხვადასხვა მიმართულების დოკუმენტაცია, რო დავიწყოთ ქრონოლოგიურად, მაგალითად 1919 წელს, როდესაც ის ვლადიკავკაზში ქართველთა შორის კრედიტ-საკრედიტო ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა და მათ გამოაქვეყნეს ანგარიში, სადაც ძალიან საინტერესოა, რომ ხელს აწერს იასონ ლორთქიფანიძე, როგორც წარმომადგენელი, ხელმძღვანელი იასონ მერაბისა ლორთქიფანიძე და ეს სულ ქართული კაპიტალით, ქართული ადამიანების, ქართველების შექმნილი ფინანსური ორგანიზაცია, რომელიც საქართველოს კულტურულ და საგანმანათლებლო ფუნქციებს ემსახურებოდა ვლადიკავკაზში. აქ წარმოდგენილია საქართველოში მოქმედი იტალია კავკასიის გამნაღდებელი ბანკის ხელმძღვანელობის წერილი საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველს იასონ ლორთქიფანიძესთან სავალუტო ოპერაციებზე და იმ დოკუმენტაციაზე. ეს მნიშვნელოვანია, რომ ეს იყო ერთი ძლიერი უცხოური ბანკი, რომელიც საქართველოში ფუნქციონებდა პირველი რესპუბლიკის პერიოდში და მას საქმიანი ურთიერთობა გააჩნდა საქართველოს სახელმწიფო ბანკთან, რა თქმა უნდა, რეგულატორთან და აი ამ დოკუმენტაციას სავალუტო ოპერაციების შესახებ და 1920 წლის 6 ოქტომბრით თარიღდება ეს დოკუმენტი. რუსული ოკუპაციის წინა პერიოდში სახელმწიფო ხაზინა და სახელმწიფო ბანკი არსებული საომარი მდგომარეობის გათვალისწინებით გაიხიზნა ჯერ ქუთაისში, ხოლო შემდგომ ბათუმში. ბათუმიდან იცით, რომ მოხდა ჩვენი პირველი დამფუძნებელი კრებისა და პირველი რესპუბლიკის მთავრობის მესვეულთა წასვლა ემიგრაციაში. აი ემიგრაციის წინა დღეს მოხდა საქართველოს სახელმწიფო ბანკიდან წაღება მნიშვნელოვანი ფულადი რესურსების და ნაღდიფულისა და ფასეულობის, რომელიც ხაზინაში ინახებოდა. ხოლო ეროვნულ სახელმწიფო ბანკს თავის საკუთარი რესურსი მას ხელუხლებელი დარჩა ქვეყანაში და აი ფინანსთა მინისტრი უძავნის სასწრაფო ტელეგრამას აქ წარმოდგენილია კონსტანტინე კანდელაკის ტელეგრამა იასონ ლორთქიფანიძისადმი, რომ გთხოვთ წარმომადგენელს შალვა რამიშვილს გამოვატანოთ დამფუძნებელი კრების ყუთები, რომელიც თქვენთან წარმოდგენილია უცხოეთში გასაგზავნად. მალევე 1930 წლის 25 ივნისს იგი ფინანსთა სახალხო კომისარს წარუდგენს დეტალურ ანგარიშს და აქ ხელს აწერს მაშინდელი ბანკის ხელმძღვანელობა, საქართველოს სახელმწიფო ბანკის მმართველი იასონ ლორთქიფანიძე, მმართველობის სამხანაგი, ანუ პირველი ვიცე-პრეზიდენტი რუჟდენ დუმბაძე და გამგეობის წევნი იასონ მენამდე და სიმონ კილაძე. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი ჩვენი ისტორიიდან. იგი 1918 წელს დანიშნეს პარლამენტიდან კომისიის ხელმძღვანელად, რომელსაც უნდა შეემოწმებინა ფინანსთა სამინისტროსა და უცხოეთის სახელმწიფოებს შორის საერთაშორისო სესხის აღების ხელშეკრულება და აი მოხსენებელი არის როგორც პარლამენტში, ის არის პარლამენტის დოკუმენტი, სამუშაო დოკუმენტი, რომელთაც იასონი საკუთარი შენიშვნებით წარსდგა აი ამ საპარლამენტო მოხსენებით აი ამ საგარეო სესხის თაობაზე. ის მოგახსენეთ, რომ იასონ ლორთქიფანიძე მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ბანკის ჩამოყალიბების მოდელზე, იგი არძებდა რჩევებს იმდროინდელ მთავრობას და მართლაც ეს რჩევების გათვალისწინებული იქნა და შერჩეული იქნა იდეალური მოდელი მმართველობის. ეს არის პროექტი საქართველოს სახელმწიფო ბანკის წესდების და ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ორგანიზაციის დაფუძნების წესდების პროექტი წარმოადგენია ჩვენს მუზეუმში და ეს ჩვენთვის პირველ მნიშვნელოვან ხარისხოვან დოკუმენტს წარმოადგენს. აი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტი, რომელიც ისტორიულ ფურცელში შევეხო, ეს არის საქართველოს პარლამენტის სამუშაო დოკუმენტი. საინტერესოა, 1918 წლის 7 ოქტომბერში ჩატარებულ სხდომას თავმჯდომარეობდა ექვთიმე თაყაიშვილი, ხოლო მომხსენებელი იყო ნიკო ნიკოლაძე და აქ კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იყო იასონ ლორთქიფანიძე და აი ამ სამუშაო შეხვედრის განაწერია, რითაც ნიკო ნიკოლაძემ უცხოეთში მისი მივლინების, ეკონომიკური მისიაში მივლინების შედეგები წარუდგინა მისიას და აი ამ სამუშაო დოკუმენტს აქვს იასონ ლორთქიფანიძის ხელით მინაწერი შენიშვნები, ჩასწორებები და ეს წარმოადგენს მნიშვნელოვან ისტორიას ჩვენი საპარლამენტო ეკონომიკური ცხოვრებიდან.
Თქვენს წინაშე წარმოდგენილია 300 გვერდზე მეტი საარქივო დოკუმენტაცია, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ეროვნული ბანკის ისტორიის პირველ მნიშვნელოვან წყაროებს და დოკუმენტებს. იგი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზაციის ისტორიის კვლევისათვის. აღნიშნული დოკუმენტაცია, აღნიშნული არქივი საოჯახო მემკვიდრეობიდან ეროვნულ ბანკს უსასყიდლოდ გადმოსცა იასონ ლორდ-კიფანიძის შთამომავალმა თამარ ლორდ-კიფანიძემ, რისთვისაც მას და მის ოჯახს მოვახსენებთ განსაკუთრებულ მადლობას, რომ მათ დაიცვეს და გადაარჩინეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ფურცლები. იასონ ლორდ-კიფანიძე იყო იმ თაობის წარმომადგენელი, რომელიც ქვეყნის მომავლის საფუძველს თავისივე ხელით ქმნიდა. მისი ღვაწლი არ მხოლოდ ეროვნული ბანკის მართვაში, არამედ საქართველოს ფინანსური კულტურის ჩამოყალიბებაში სამუდამოდ დარჩება.